სამკაულების გაკეთება დაიწყე, როცა დავამთავრე საქართველოს აკადემია. და რაზე მუშაობ? მასალა არის ხე, ძირითადად, ხეში არის ინკრუსტაცია ლითონით, წყალი. და ყველაზე მეტად ისი გაკეთება გიყვარს? ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც სახელოსნოში ჩავდივარ, გამოვნახავ რაღაც სამკაულებიდან ცოტა შესვენების დროს ჯვრების კეთება. და ჯვრებსაც ვაკეთებ კურთხევით კაკლის ხისგან. ვინ ატარებს შეიძლება ახალგაზრდები? კი, ახალგაზრდებიც ატარებენ, მაგრამ ალბათ ის მნახველი, ის მსურველი, ვისაც უნდა რომ ატაროს ნატურალური მასალისგან შესრულებული სამკაული, რომელსაც ურთიერთობა ექნება ნატურალურ მასალასთან. როგორია პროცესი? პროცესი როგორია? პროცესი არის დამოკიდებული თუ თვითონ ესკიზიდან რა ენერგია მოდის. როდესაც ესკიზს ვაკეთებ, მე იმას ვხედავ სივრცეში და თუ ის აუცილებლად უნდა გაკეთდეს მასალაში, მე ყველაფერს ვდები ბურთზე და ვიწყებ ამის გაკეთება. შეიძლება დამათენდეს ღამე, 2 დღე და მოვიყვანოს სისხლი. შეიძლება გაკეთდეს რაღაც ერთ დღეშიც კი. გინახავს, აი შენ რასაც აკეთებ, იმის მსგავსი სამკაულები? კი, არის გაკეთებული, ალბათ იქიდან გამომდინარე თუ ვის მასალიდან ხო ფილიპინებში, ბუნებრივი ხო ხედა, ამუშავებენ კუსტარულად უყვართ იქ მუშაობა. შედარებით იაფიც გერს. იაფიც არ არის, იმიტომ რომ ეს არის ერთი, რომელსაც ვერ ვიმეორებ სურვილიც რომ მქონდეს. რჩება ექსკლუზივი. ექსკლუზივი ყოველთვის ვიცით როგორ ფასობს, რა ხელა ის არსიაც. ვერ ვიმეორებ, ეს არის შეუძლებელი. თითოეულ ნამუშევარის გაკეთების დროს მე ვარ დაძაბული და რა მხრივ რომ ის გაკეთდეს ისე რომ იქ ზედმეტი ვთქვათ ამონაჭერი არ იყოს, იქ ზედმეტი არ იყოს, იმიტომ რომ მე იმას ვერც გადავადნობ, ვერც შევცვლებ. ეს შეიძლება ვთქვათ მინანქარში და ვერცხლზე მუშაობის დროზე და ამიტომ თავიდან ყოველთვის ვიწყებ ძალიან ფრთხილად, ფხიზლად მუშაობას.